ქრისტიანობა თუ წარმართული ტრადიციები. ახლოვდება აღდგომის დღესასწაული. ყველა ქართულ ოჯახში ყიდულობენ ენდროს კვერცხების წითლად შესაღებად, რომლებსაც პარასკევს შეღებავს ოჯახის დედა და სათუთად შეინახავს მათ კვირას გასატეხად. რისი სიმბოლოა კვერცხი და საიდან მოდის მისი შეღებვის ტრადიცია? არსად ბიბლიაში ღმერთი არ გვთხოვს ამ წესჩვეულების შესრულებას. პირველად ის გვხვდება წარმართულ რელიგიაში. ბაბილონური გადმოცემის თანახმად ნაყოფიერების ქალღმერთი დაიბადა ზეციდან გადმოვარდნილი კვერცხიდან, რომელიც მიწაზე ჩამოვარდნისას ევფრატის მდინარეში ჩავარდა. აქედან მოყოლებული კვერცხი გახდა ქალღმერთ ასტარტეს სიმბოლო. ასტარტე, იგივე აშთორეთი, ნოეს შვილიშვილის ნიმროდის ცოლის, იგივე სემირამისის სახელი გახლავთ. ეს ის ნიმროდია, ვინც ბიბლიაში ღმერთის წინაშე დიდ მონადირედ არის ცნობილი. მან ააშენა აქადი და ქალნე და იყო დიდი ტირანი, ხალხის თვალში კი უძლიერესი კაცი. მისი სიკვდილის შემდეგ ცოლმა ის ღმერთად გამოაცხადა, ხოლო თავის ახალშობილ შვილზე კი თქვა, რომ ეს მისი მკვდრეთით აღდგენილი ქმარი იყო, რითაც მან თამუზი, თავისი ვაჟი, არა მარტო გააღმერთა, არამედ ცრუ მესიადაც გაასაღა, რაც არსით ანტიქრისტიანულ ხასიათს ატარებს. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ისრაელიანებმა ბევრჯერ განარისხეს ცოცხალი ღმერთი ბაბილონიდან წამოღებული კერპებით, რის შედეგადაც მათ თავს აურაცხელი უბედურება დაიტეხეს. ასტარტეს დაბადების ამბავი სწრაფად დაიტაცა რომმაც, სადაც კვერცხი ისეთი მისტიკური დატვირთულობის საგანი გახდა, რომ უკვე წინ მიუძღოდა რომის დედა ქალღმერთის საპატივცემულოდ გამართულ დღესასწაულს. ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბახუსის მისტერიების საიდუმლო ცერემონიალში. აქეთ დრუიდებმა დაიტოვეს კვერცხი თავიანთ საიდუმლო სიმბოლოდ, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში მისი შეღებვა დაიწყეს. საქართველოც ერთ-ერთი ამ უძველესი ტყუილის მსხვერპლია. ჩვენ დღემდე ვღებავთ და სიხარულით ვუჭახუნებთ ერთმანეთს ბაბილონიდან გადმონაშთ რელიგიური მისტერიულობით დატვირთულ წითელ კვერცხებს. ამას არ ვჯერდებით და მკვდართაც არ ვინდობთ. დედაბუდიანად გავდივართ და ვაგორავებთ წითლად შეღებილ კვერცხებს სასაფლაოზე. მოტყუებულნი არიან ერები თელს დედამიწაზე. ამ ტყუილს ვერ გადაურჩა ვერც მართლმადიდებლობა და ვერც კათოლიკური ეკლესია და ისე რომ არც კი აცნობიერებენ, წითელი კვერცხებით ყველა თაყვანს სცემს ნაყოფიერების ქალღმერთს. ვინ შეაჩერებს ამას? ანდა ვის ეყოფა ვაჟკაცობა, რომ დაუპირისპირდეს წარმართულ ტრადიციას? ღმერთს ხომ არაფერი ისე არ არისხებს, როგორც კერპთაყვანის მცემლობასთან შერეული ქრისტიანობა.